შემოგვიერთდა ჯვარის მამის სახელობის ტაძრის ღვთისმსახური დეკანოზი თაუმას ჩოხელი. დილამშვიდობისა მამაო. დილამშვიდობისა. დიდი მადლობა. მამა თაუმას დღეს სხვა ამპლუაში ბრძანდების ჩვენი სტუმარი, უნდა ვისაუბროთ თქვენს შემოქმედებაზე, თქვენს ამღერებულ ლექსებზე და გამოცემულ კრებულებზე. მინდა საუბარი დავიწყოთ თქვენი მამის იავნანით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მსმენელს და მაყურებელს ძალიან შეუყვარდა და ასეთი რამ ჯერ ქართულ საზოგადოებას არ ახსოვს. როგორ დაიწერა მამის იავნანა? საქართველოს იავნანების ქვეყანაა, ძალიან ბევრი იავნანა დაწერილა და მე იავნანით გამზარდა დედა მიმღეროდა ხოლმე ბუნდოვნად მახსოვს და ძალიან მიყვარს ქართული ტრადიციები და აი ესე ჩემი შვილი, რომელიც ავად არის, პირველი იავნანა ტკივილმა დამაწერინა და შემდგომ დაიწერა დედის იავნანა, წუხარე იავნანა, რომელიც ჩემს გარდაცვლილი შვილის მიუძღვენი ღვთისმშობლის იავნანა და სულ 7 იავნანა შეიქმნა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავხადო დათო არჩვაძეს, ჩემს მეგობარს, ძალიან ნიჭიერ შემოქმედს მთელი საქართველოს ამამღერებელს, რომელმაც მე ბევრი ლექსები არ მაქვს, სულ 72 თუ 73 ლექსი მაქვს და ამღერებულია 63 თუ 64 და თითოეული ლექსი რამოდენიმეჯერ და დათომ ამღერა ეს 7-ვე იავნანა, 5 ჩაწერილია სტუდიაში და 2-იც ჩაიწერება. ის წყალობით მინდა ვისარგებლო და თქვენი სტუდიიდან მადლობა უთხრა იმ მრავალ ადამიანს, რომელიც მიიღეს მონაწილეობა ჩემი ლექსების, სიმღერების, დისკების, რომ შეიქმნა ეს ხალხისთვის მისაწვდომი გახდა განსაკუთრებულად ნიკოლოზ ფიროსმანიშვილს უხდი მადლობას აი ამ იავნანებისთვის და ყველა იმ კეთილ ადამიანს, მუდმივი და დაუსრულებელი უფლის წინაშე მხოლოდ სიკეთეა და ღმერთმა დალოცოს და ამრავლოს მზიან ქვეყანაზე კეთილი ადამიანები. მამა თაუმას, თქვენ გუდამაყრიდან ბრძანდებით და მე თიანელი ვარ, თიანეთში გავიზარდე და წარმოშობით ვარ გუდამაყრიდან, ყველა ჩოხელი იქიდან, ეს შავი არაგვის ხეობიდან, ეს შავგურემნები ვართ თქვენ. მამა თაუმას, განსაკუთრებული დამოკიდებულება ქონდა თქვენს შემოქმედებასთან უწმინდეს და უნეტარეს. როგორი იყო თქვენი პირველი შეხვედრა? თუ გაიხსენებთ, მას შემდეგ რაც თქვენ შემოქმედებას გაეცნო? პირველად იყო ეს 11 ლექსის აუდიო ჩანაწერი გავაკეთე. რუსუდან გეჯაძე მომეხმარა მაშინ და ეს მოვასმენეთ უწმინდეს და ძალიან მოეწონა, რაღაც გაუგვირდა, გაუხარდა და ესე მოხდა ღვთის წყალობით კეთილი სიტყვები თქვა დიდი სამების მაღალი ამბიონიდან პოეტი მიწოდა მე თავის მოდრეკით და მოკრძალებით და უფრო მეტი პასუხისმგებლობა გამიჩნდა, რომ კარგი შემექმნა და ღვთისწყალობით ისე გამოდის, რომ აი სასიმღერო ლექსები იწერება. მინდა ვთქვა, რომ ჩემს ქალიშვილს მარიამ ჩოხელსაც ბევრი სიმღერა შეიქმნა მის ლექსებზე, რადიოში ტრიალებს მისი ნამღერი თვითონაც მღერის მარიამი და კლიპი გადაიღეს აფხაზეთზე. ჩემს შვილსაც აქვს აფხაზეთზე, მეც მაქვს აფხაზეთზე, არც ერთს არ გვინახავს ჯერჯერობით აფხაზეთი და ღმერთმა ინებოს ერთად დაგვაბრუნოს ჩვენ ყველანი. მამა თაუმას, თქვენი შემოქმედება გაჟღენთილია სიყვარულით. ყოველ ლექსში, ყოველ სიმღერაში იგრძნობა ეს სიყვარულის მუხტი და ალბათ ამიტომაც ხალხმა თქვენ სიყვარულის მოძღვარი დაგარქვათ. რას ნიშნავს თქვენთვის, აი, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის სიყვარული ზოგადად? მე ყველაფერი მიყვარს და თვითონ სიყვარული მიყვარს. ბევრი ლექსებია სიყვარულზე, აი ჩემი ლექსების ალბათ 90%-ში არის ეს ჩანს, ალბათ ესე ამბობენ და აი ეს ლექსი, რომელიც თვალებს გიკოცნიან ჩემი სიმღერები, რომელსაც 4 მილიონი ნახვა აქვს და გავკადნიებ და ვიტყვი, რომ დათო არჩვაძე მესტმა გემოვნებიანმა ადამიანმა თავის საცოლეს ეთუნა ფარეხელაშვილს აუხსნა აი ამ სიმღერით სიყვარული. და თვითონ რა თქმა უნდა ეს დათოს ამღერებულია და მივესალმები ამ კეთილ ოჯახს. მამა თაუმას, ძალიან რთულია
ლექსის შექმნა. მით უმეტეს ახსენეთ 72-73 ლექსი გვაქვს შექმნილი და უმეტესობა აქედან ამღერებულია. ალბათ კიდევ უფრო რთულია რომ ამღერდეს ლექსი, რაღაც სპეციფიკა არის, სხვანაირი ალბათ საჭირო. ამას როგორ ახერხებთ რომ ყველა ლექსი აამღეროთ? მე ახლა ალბათ ერთი წელია მეტი რო არც ერთი ლექსი არ დამიწერია რა. მხოლოდ მაშინ ვწერ როცა ეს რაღაცა ეს მოზღვავებული შემომაწვება ეს დაუწერელი ლექსი და უფრო უდროო დროს გვიან ღამე, როდესაც ღამესაც კი ზინავს მაშინ იწერება ჩემი მოგრძელებული ლექსი. რაც შეეხება სასიმღერო ლექსს, ეს თავისთავად გამოდის. ისე გამოდის, აი ერთ წელია არ დამიწერია და ამ დროს ხვდები რომ ადამიანს არაფერი შეუძლია თუ ღმერთის ნება არ იქნება. შეიძლება გამოგართვათ ეს ბროშური, რომლებიც ეს ბროშურები მოგიდანეთ საჩუქრად საპატრიარქოს ტელევიზიის ყოველ თანამშრომელს. რა კარგია, დიდი მადლობა. დეკანოს თაუმას ჩოხელი, მამის იავნანა. ამღერებული ტკივილი. მამა თამას, როდესაც ლექს წერთ ხოლმე, დაახლოებით მუსიკა წარმოგიდგენიათ ხოლმე, რომ ძირითადად თქვენს ლექსებზე მღერის დათვარჩვაზე. როდესაც ლექსის წერის დროს მისი ხმა, მელოდია, რაღაცნაირად გეხმარებათ ხოლმე ახალი ლექსის დაწერაში. რაღაც თუ ჯერ ლექსი იქნება და მერე მელოდია. ჯერ ლექსი იქნება. რაღაცნაირი რომ ვერ ახსნი ისეთი გრძნობაა რაღაცნაირად. თვითონ აი სულში მღერის თითქოს აი ეს ლექსი და თან იწერება ეს ვერ ახსნი ამას. და მამა თამას, ზოგადად რა როლი აქვს ლიტერატურას თქვენს ცხოვრებაში? თქვენ სულიერი მოძღვარი ბრძანდებით, მრევლი ყავთ, ბევრი ადამიანი აბსოლუტურად სხვა კუთხით ურთიერთობს თქვენთან. აი, შემოქმედებას რაც შეეხება, რამდენად დიდი როლი აქვს თქვენს ცხოვრებაში? ეს ჩემთვის არ არის გატაცება, აი, იცით რა არის? მიხა ხელაშვილი ჩარგლის დიაკვანი დიდი კაცი იყო რა და არავის არ ახსოვს 1920-იან წლებში ვინ იყო მდიდარი, ვინ იყო თანამდებობის პირი, ვინ იყო ლამაზი, მაგრამ ყველას ახსოვს 19 წლის ბიჭი, რომელმაც მიხა ხელაშვილი, რომელმაც დაწერა ბინდისფერია სოფელი და რომელსაც დღესაც მრავალი წლის შემდეგ დღესაც მღერიან და აი ეს არის რომ შეიძლება მრავალი წიგნი გამოსცეს ადამიანმა და აღარავის ახსოვდეს 50 წლის შემდეგ ის ადამიანი და 30 წლის შემდეგ და თავარია ხელოვანის გულიდან ხალხის გულამდის მისავლელი გზას როგორ გაივლის ეს ხელოვანი და მისი ლექსები ან მისი სიმღერა. აი რთულია წინასწარ თქმა იმის რომ აი მე გავაგრძელებ ლექსის წერას და შევქმნი. თქვენ როგორ ფიქრობთ სამომავლოდ აპირებთ თუ არა? არასოდეს არ ვგეგმავ მე და თავისთავად ხდება ეგ რა. მოდის თავისთავად. ხო. ძალიან საინტერესო აი ლამაზი და მე ბედნიერი ვარ რომ ჩემი იავნანებით ადამიანები აძინებენ ბავშვებს. ერთმა ბიჭმა მითხრა რომ აი დისკი გამიფუჭდა იმდენჯერ მართვევინებს რომელიღაც იავნანას მამის თუ დედის ჩემი შვილიო და დამიზიანდა დისკიო და მე სხვა დისკი ვაჩუქე. ბედნიერი ვარ რომ ჩემი ამღერებული ლექსებით სიყვარულს უხსნიან ერთმანეთს ახალგაზრდები და არა მხოლოდ ახალგაზრდები და ჩემი ამღერებული ლექსები რომლებიც ემსახურება სიყვარულს სახელით ოჯახის შექმნას და ოჯახის შექმნით ერის გამრავლებას. ეს საინტერესოა, ყველაფერი გენეტიკურია. თქვენი შვილები რამდენად ახლოს არიან შემოქმედებასთან? მარიამი ფანტასტიკურად. მამა ჩემი წერდა ლექსებს, ბებო ჩემიც წერდა. დეიდა ჩემი გიტარაზე უკრავდა ძალიან კარგად და რა ვიცი, ქონდა ყოველთვის შეხება ხელოვნებასთან დღესაც ჩემი ქალიშვილი მარიამი. მე რა თქმა უნდა ბევრი არაფერი შემიქმნია, მაგრამ მე მირჩევია მარიამმა უფრო მეტი შექმნას და მე მიცნობდნენ როგორც მარიამ ჩოხელის მამას. მე ესე მირჩევია. შვილის ჯობდეს მამას. მამა თამას, სამი შვილის მამა ბრძანდებით თქვენ თვითონ? 4 შვილის. 4. 3 სახლში ყავს და 1 უფალთან. როგორ უყურებენ ისინი თქვენ შემოქმედებას? აი თქვენ ახსენეთ რომ ჩვენ ვიცით თქვენი განსაკუთრებული ურთიერთობა მარიამთან, ეს ყველაფერში ჩანს. საინტერესოა აი მამის იავნანა როდესაც დაწერეთ, როგორ აღიქვეს ეს თქვენმა შვილებმა? უხარიათ, რა ვიცი, მთის ხალხი
გამოუთქმელია და ჩემი შვილებიც არ ამბობენ და გაბრიელი ჯერ პატარაა და როდესაც ყოფილვარ ტელევიზიაში ჩემზე რატო არაფერი თქვიო მეუბნება ხოლმე გაბრიელი. მაშინ გაბრიელს მოვიკითხავთ აქედან. გაბრიელის დაბადების დღე კვირას ხდება. ვილოცავთ პირდაპირ ეთერში. მადლობა. მამა თალმას, ვიდრე დაგემშვიდობებოდეთ, აუცილებლად მინდა გკითხოთ ადამიანების დამოკიდებულებაზე. აი, როდესაც ახალი მრევლი მოდის მაგალითად თქვენთან, როგორც მოძღვართან და უცებ რომ აღმოაჩენს, რომ თქვენ ბრძანდებით სწორედ ის დეკანოს თამაშოხელი, რომლის ლექსები და სიმღერები შეიძლება მას 1000-ჯერ კონდეს მოსმენელი და არ იცოდეს ვისთან მოდის. უხარიათ ადამიანებს. დღეს ახლა სამწუხაროდ ისე არ მიდის ცხოვრება, რომ ადამიანებს, ბავშვებს პოეზია უყვარდებოდათ. ადრე სხვანაირად იყო. აყვარებდნენ ქართულ ტრადიციებს და პოეზიას. სხვანაირი სულისკვეთებით იზრდებოდნენ ბავშვები რა და ძალიან ბევრი არის დამოკიდებული მასწავლებელზე, სახელმწიფოზე, მოძღვარზე. ბავშვი ფაქიზი ორგანოა და სუფთა დაფასავით არის რასაც ჩასწერ იმას და ჩვენ და შევეცავთ რომ ჩვენი და სხვისი შვილები აღზარდოთ. კეთილი გზა მივცეთ. კეთილად გაუყვალოთ სავალი და ვისარგებლე შემთხვევით და მის უწმინდესობას მივულოთ სავახსახტრებიდან 44 წლის თავს და მრავალჯამე იყოს მისი მეუფება სრულიად საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა მამა თალმას გადაცემაში მონაწილეობისთვის. ძალიან დიდი ხანია უკვე რაც ველოდებით თქვენ სტუმრობას და გვიხარია რომ ეს დღე შედგა და ჩვენ ვიდრე დაგემშვიდობებოდეთ ჩვენს ტელემაყურებელს მინდა ვუთხრა რომ დღეს მამა თალმას იუბილეა დაბადების დღე აქვს პირდაპირ ეთერში მოგილოცავთ დაბადების დღეს და ეს მცირედ საჩუქარს გადმოგცემთ ცქრიალაღვინოს ჩვენი გადაცემის სახელით და სანამ აი გეგი შეგიძლია მამაოს გადასცა ვიდრე დაგემშვიდობებოდეთ ჩვენს ტელემაყურებელს ასევე ვეთქვი რომ დიდი მადლობა ჩვენ ახლა ეთერში მოვისმენთ სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის რუსთავის შესრულებით მამა თალმასის სიმღერას მუსიკა ეკუთვნის ბატონ ანზორ ერქომაიშვილს ტექსტი დეკანოს თალმას ჩოხელს ვიდეოგრაფიკი გახლავთ დავით დურგლიშვილი ამ ნომრის მერე მომდევნო სტუმრით დაგიბრუნდებით ადამიანს ძალიან დიდი Sapebianas nos salasa Dariana isarisabi Dariat vages horit gasta Zhet da utzvartat kisarabi Mochevis kalot biano Zurugzat schranat Ara
Same